მოგესალმებით. თითქმის ხარბობიდან შესასწავლობდა თბილისში იმ პერიოდიდან მისულ მოხდა ისე რომ ალბათ საერთოდ რო ვფიქრობდა ეს კაცი აღმოჩნდა უკრაინაში ყოველ ვამბობთ დროებით ეს დროებით გავიწევდა 50 წელი უკვე რაიმე შეუქმნია რაუჩილაჩოს კარგი შექმნა უკრაინაში 155 წიგნია გამოცემული დამისახება ერთი მწერალი ამ პოეტი რომელსაც თუნდაც 50 წიგნია გამოცემული შეიძლება გამოცემა 200 წიგნი მაგრამ არაფერს არ ნიშნავს 150 წიგნი თითოეული წიგნი ნიშნავს realmente tu daquela raúcho poesias ბევრი ლირიკათა სევდაებს მე არ დავიწყებ ახლა შევეხება პროგრამის ფორმას მაგრამ ეს ლექსები არის ანარეკ მესისულიერი მდგომარეობისა რომელიც ბევრმა შეიძლება არის მე მინდა უსურვო რაულს რომ ისეთი ლექსები დაეწეროს სადაც იქნება აღმოფენა და ბევრი სიხარული ეს სიხარული რომელზეც შეგვარაული მოსულიყო შეიძლება ბატონ ზაურ გაჭირვიას სიყვას პედაგოგოსი პუბლიცისტი მოგზავნით მოგესალმებით სიღრმისეულად არ ვიცნობ ბატონ რაუხის შემოქმედებას ეს შემიგონოსია რა თქმა უნდა საკითხი მაქვს მისი ლექსების რომელიც ვრცელდებოდა სოციალურ ქსელში იბეჭდებოდა დღეს მივიღებული მისგან გავეცდობით სიამოვნებით შემიძლია საკუთარი აზრის თუმცა რაც შეუქმნია ბატონ რაულს ერთი ადამიანისთვის ამ წლების განმავლობაში ერთი ადამიანი ძალიან ბევრია მას საინტერესო გზა გავლილი ძნელის და საინტერესოც შეიძლება ვიტყვი მძიმეც მაგრამ სულით არ გატეხილა დღესაც ძალიან ნაყოფიერად მუშაობს მე ესე უფრო მაინტერესებდა ბატონ რაულისგან შეკითხვის სახით დავსვამს რას ფიქრობს როგორც პროფესიონალი თანამედროვე ქართულ პოეზიაზე თვითონ იზიარებს თუ არა იმას რომ დრო ყველაფერს თავის ადგილზე დასვამს და დააგენებს რომ თუ შეიძლება შეგნიაზე ჩემთვის როგორც პოეტისთვის ცოტა ასე ვთქვათ ხალხულია ჩემი კოლეგების შეფასება მე ბოლო დროს საკმაოდ ჩამორჩე ქართულ ლიტერატურის სივრცეს და ახლა ვცდილობ შევცებას რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა ისევ და ისევ ლიტერატურული პრესის მეშვეობით და Facebook-ის რომელიც ძალიან წამოშოდა ბოლო დროს ხალხმა ისწავლა ლექსის წერა ეს ფაქტია საშუალო დონეზე დღეს თითქმის ყველა განათლებული ფილოლოგი ლექსს დაწერს და ზოგჯერ შეიძლება ეს კი შეგებაროს რომ თითქოს ყველაფერი ვიგზეა მაგრამ პოეზია უპირველესად ეს არის სული პოეზია ეს არის განცდა ეს არის მეტაფორა ეს არის სახე ეს არის ტროპები ეს არის სამყაროს აღქმა და საკუთარი ხელწერა ასეთი ძალიან ცოტა იყო ადრე ცოტა დღესაც რა თქმა უნდა აი ეს თეზისი მე მომწონს რომ დრო ყველაფერს დაალაგებს და გაწმენს და დარჩება ის რაც ნამდვილია ლიტერატურის ისტორია წერდა ძალიან ცნობილი საბჭოთა ლიტერატურა მცოდნე მსოფლიო სახელის იური ლოტმანი რომ ლიტერატურა არ არის შედევრების ისტორია ლიტერატურა არის პროცესი უწყვეტი პროცესი რომელსაც იმ დიდ მდინარესთან ერთად პატარა ტოტებიც
პატარა ნაკადულებიც, პატარა როებიც, ზოგჯერ თავანკარა, ზოგჯერ ღორია ერთია. მაგრამ ეს ყველაფერი მერე ჩადის დიდ ზღვაში, დიდ ოკეანეში, რომელსაც ქვია ეს ნამდვილი ლიტერატურა, ეს ყველაფერი იწყინდება და რჩება ეს ნაღდი, რაც უნდა დარჩეს. მე ხშირად ვკითხულობ თქვენს სტატიებს, თქვენს პოსტებს და ვერთანხმები იმაში, რომ საქართველოში მიდის პოეტური სიტყვის დევალვაცია, მიდის გაუფასურება თავად პოეტის ცნების. თითქმის ყოველი მეორე წერა-კითხვის მცოდნე დღეს პოეტია წიგნის გამოცემის არაფერი წინ არ უდგას, თუ საშუალება გაქვს, გამომცემლობები სხვათა შორის წიგნებს არ კითხულობენ, მიუტან ხელნაწერს, როგორც მიუტან ისე გამომცემლობენ. ხო, მე არის აი ამ შენობაში, მე მიმაჩნია, რომ არ უნდა ხდებოდეს, ყველა გამოკითხავად, ვერ უნდა აწყობდეს აქ უნდა იყოს რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, ბარიერი იმისთვის, რომ ეს უნდა იყოს პარნას ქართული მწერლობის, სადაც ახლა ისე გამოდის, რომ თითქოს მეუღრავ არ აქვს და ამიტომ მე შემიძლია და სხვას არ შეუძლია, მაგრამ მართლა მაქვს ცხოვრებაში რაღაც პატარა გაკეთებული, რომ აქ დონის უფლება თითქოს მაქვს. მაგრამ ზოგჯერ ხედავ მე ფესბუქზე იდება ყვავილების ესე იგი საოცარი მთები, ნილოცვები, ჩემო გენიოსო, ჩემო სასწავლო, ჩემო რაღაცა წაიკითხავ და ცუდად ხედი ადამიანი კალავს ერთობს, აბსოლუტურად არ აქვს რიტმის, არაფრის ზნობა, არაფრის გასტა არ აქვს. ამ დროს გავიგე, რომ გამოდის რაღაც კრებული, რომელსაც შედევრები ქმნიან. მერე გამოდის რაღაც ქართული პოეზიის ანთოლოგიები, მთელი ტომები. აი როცა სხვაშორის კიევში რომ ვიყავი, გრძნობოდი გასა, რატომ მე არავინ არ მეძახეს, ისე იგი ეს იმდენი ანთოლოგია და მე რომ ნახე ერთი ანთოლოგია. მადლობა ყველას ერთმა დამისვა, რომ არა. ესე იგი არის ასეთი სიტუაცია. ამას ცოტა მოსუჩები ჭირდება, ესე იგი ქართულმა სალიტერატურო კრიტიკამ უნდა ამოიღოს ენა, მაგრამ სად არის ეს კრიტიკა? კი არის, სკინვალე კრიტიკოსები ყავს, მაგრამ არ აქვს ამ კრიტიკას სტიმული დღეს. ადრე ჟურნალი ალმანახი კრიტიკა გამოდიოდა, ყველა ლიტერატურულ გაზეთს კრიტიკის და პუბლიცისტიკის გამოყილება ჰქონდა. ლიტერატურული გამოყილება ჰქონდა კომუნისტს, რომელიც ცეკას გაზეთი იყო, სოფლის ცხოვრებას და ყველა სტილისტები ყავდა. იქ სტილისტები იყვნენ, რომლებიც თავად რედაქტორებს უსწორებდნენ ტექსტებს. ეს გამოდის საშინელება, რომელსაც ვერ წაიკითხავ. იმდენი გრამატიკული, ორთოგრაფიული, აზრობრივი, სემანტიკური, ნებისმიერი შეცდომებით სახელმძღვანელოა მოკლედ შეცდომების. აი ესეთი წიგნები გამოდის. ეს ყველაფერი უნდა აღიკვეთოს და უნდა მოხდეს, ესე იგი, გარკვეული ცენზურირება, მხატვრული ცენზურირება. იმ თვალსაზრისით, რომ ლიტერატურის ფსკერზე ყოფილი ლიტერატურული ესე ეგრეთ წოდებული ტექსტები არ უნდა ქვეყნდებოდეს და არ უნდა ეძლეოდეს მას ის გასახანი, რომელიც დღეს აქვს. ჩვენ ყავს შესანიშნავი პოეტები, ცალ-ცალკე არ დავასახელებ. ყავს ახალგაზრდა ავტორები, მე ვიყავი 2 წელი ზედიზედ ფესტივალ ქუჯის ჟიურის თავმჯდომარე, ძალიან ბევრი შესანიშნავი წიგნი შემოვიდა, შესანიშნავი ლექსები შემოვიდა. იმედი მაქვს, რომ ქართულ მწერლობას ყავს თავისი ცვლა, ეყოლება კიდევაც, მაგრამ ეს ყველაფერი არის მისაღები. კრიტიკა არის სწორედ ის იმას, რა ქვია, აი ახლა ზაურს წაუწერე ხუმრობით ქართული ლიტერატურის ხის სანიტარსმეთი ძალიან ილუსტრირებს ერთი კაცი, მაგრამ მისი ბრძოლა მარტო არ არის საკმარის. მოუწოდებს სხვა კრიტიკოსებს და ისინი ზდუმა არის. აი კრიტიკაშიც არის, რა თქმა უნდა, გარკვეული ისა, ისინი ელიტარულ ავტორებზე წერენ, დიდ მატერიებზე წერენ, რაღაც განზოგადებებს აკეთებენ და აი შავ სამუშაოს, რომელიც ამ თანამედროვე მიმდინარე ლიტერატურულ პროცესს აშუქებს,ავს სახელმწიფოს კარს, აი ეს ხალხი არ აფავს და ეს ძალიან ცუდია. მადლობა. ახლა გავაგზავნებ მე და ვიქი იმას, რომ კიდევ მაქვს 7 წიგნი გამოსაცემი. ახლა გამზადებული, რომლებიც მივმართა ერთ სერიოზულ საქველმოქმედო ფონდს და არ ვიცი როგორ პასუხს. ამ წიგნებს ის რატოცენ? ეს არის უბრალოდ არქივი. აი ის რომ ეს არიდოს და დაბეჭდილი იყოს და ესე იგი მე მოვიცილო ჩემგან და ისა თორემ მე ხო ვიცი რომ წიგნები არც იყიდება, არც დიდი სურველი ყავს კითხვა,
მაგრამ ესე იგი თუ მე ხელნაწერი თუ სახში მიდევს ახლის დაჭერა და დაწერა მიეჭის აი ესო გამოსებული ეს თუ ჩემი არ არის და ისე ვიცხებ თავიდან მე მქონდა ადრე გამოვეცი 21 წიგნის გარშემო ასეთი ტომის შნობია 1000 გვერდია, მერე მეორე გამოვეცი 1200 გვერდიანი დიდი ტომის შვიდწიგნეული ბედის ფორმულა, რომელსაც ვაშლის უსწავლოს პრემია იმოდა. ახლა მინდა კიდევ ერთი შვიდწიგნეული, როგორც წიგნი არქივი, რომელშიც იქნება ის ჩემი ტექსტები, რომელიც ამ ბოლოდროს დავწერე. პრაქტიკულად ასე გამოდის, რომ ყოველწლიურად თითო ლექსების თითო კრებულს წერე. მე ძალიან დიდი დრო წამართვა სამსახურმა სხვადასხვის საბჭოთა პერიოდში ერთი დღე არ მიმუშავია 25 წელი ვიცხოვრე როგორც პროფესიონალმა ლიტერატორმა და აი ავალს ახსენებელმა როგორც ახლა ამბობენ რომ მე მომცა საშუალება მემუშავა როგორც პროფესიონალ ლიტერატორს და ჰონორარებით მეცხოვრე და წერდი ქართულად, წერდი რუსულად, წერდი უკრაინულად, თარგმნიდი ქართულად, თარგმნიდი ქართულიდან, ამას მქონდა ძალიან დიდი დრო, მაგრამ მე მქონდა შემოსავალი უფრო მეტი, ვიდრე ჩემს მეგობრებს, რომლებიც გამომცემლობებში მუშაობდნენ, რედაქტორებად, გაყოფილების გამგებად და ასე შემდეგ და ჩემთვის ეს უფრო ასე ვთქვათ მისაღები დაინგრა საბჭოთა კავშირი და მე კიდევ გამიმართლა რომ მაშინაც ესე იგი მინისტრის მინისტრისმა ადგილები და ასე ვთქვათ ქონდა გარკვეული სახურავი ხელფასი რომ ოჯახი დარჩინა და რაღაც მაგრამ ამან ძალიან დიდი ესე ვთქვათ დარი დააჩნია ჩემს პროდუქტიულობას იმიტომ რომ დილიდან საღამომდე ვიყავი სამსახურში ზოგი ესე რომ ასე ვთქვათ გეგმავი სამუშაო დღეები და ახლა ვგზნობ უკვე 10 წელია თუ 10 წელიწადზე მეტია როცა მე არავითარი სამსახური არ მაქვს და დილიდან საღამომდე და ამიდან დილამდე ვარ მარტო სამთავი თავის ანარა და შემიძლია ვიმუშაო და ძალიან ბევრი დამგროვები ადრე ყველაფერზე წერდი სამშობლოზე საერთაშორისო ამბებზე ისტორიაზე ასე შემდეგ ბოლო დროს წერ მხოლოდ საკუთარ თავს წერილისთვის ეს არის ყველაზე მთავარი ადამიანი წერა არის და მისი შემოქმედება არის თვითონ ის რაც მან გამოიარა, რაც მან იცოდა, რაც მან განიცადა. თავის დროზე გოეთე თქვა ლოტე ვაიმარში ეს ნელა. ფლობერმა თქვა მადამ ბოვარი ეს ნელა. როცა უილიამ საროიანს კითხეს თქვენი რომანებისთვის მასალები რომ გამოგელებოთ მაშინ რას აკეთებთ? მასალა მე თვითონ ვარ და სანამ ცოცხალი ვარ, მასალა არ გამომელებია. ერთმა დიდმა მწერალმა თქვა, როცა კარგი რომანის დაწერა მომინდება, დავჯდები და თვითონ წერე. და მეც მიუვაზნებ და როცა კარგი ლექსის წამოწმა მომინდება, ჯდები და ვცდილობ თვითონ დავწერო. ამ ლექსებში, რომლებსაც ახლა ვაყვებენ, არის ჩემი პირადი ცხოვრება და მიერი ვიქნები თუ კი ეს ჩემი პირადი განცდები, ჩემი პირადი ტკივილები გარკვეულწილად ყოველს გამოძახილს სხვა მკითხველების გულში და მე ვფიქრობ, ყველა ჭეშმარიტი მწერალი ასე მუშაობს, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოდის. ადამიანი ვერ დაწერს იმაზე, რაც მან არ იცის და საერთოდ იმაშია, რომ მწერალი უნდა წერდეს ამ იმაზე, რაც ყველაზე უკეთ იცის, ამ იმაზე, რომელიც საერთოდ არავინ არ იცის, თვითონ მან იცის და მან უნდა დაწეროს. და აი მაინც ჩემი თავი მე ვიცი ყველაზე უკეთ და ამიტომ წერ, როგორც სოროჟაიკო და მეზი. კიდევ წავიკითხავ, რამდენიმე ლექსა ზოგჯერ სოციალური მოტივებიც გაიჟღერებს. მე ისე ვიყვარ იმ თბილისში, იმ სიზმარეთში, სადაც არავინ აღარ დარჩა ძველი დასიდან და ცრემლების ზღვამ სევდის ტალღა სამდე აზიდა და რადური მარშრუტი მაქვს, მხოლოდ გარეთ შინ მე აქ მოვედი ყინვების და თავსხმების მერე და დამხნე მხოლოდ ლანდები და სილუეტები, ასე მგონია თითქოს ხობე ხორეს ვედები, როცა გარშემო რეკვიემის ანგელი ჟღერენ, დასუნდა დო მარათონ ნება და რალი, ჩადგა გრიგალი ეჭვების და ხანეტა თევის, თავის ბუნაგში წელს დაღლილი ტრიფტიალის დევი და არადარდებს ამ საწუთოს ცოდვა და ბრალი. ეს თბილისია, თბილისია,
ასოხოს თვარი, აქეთ კუსტბა, იგი ლისი და ხუდადური და ხედავს სიხრმის დედაქალაქს, წლებით გათოვლის და ჩემი ბინის კინის კარებს აწყდება ქარი. აღარც აქავარ, აღარც იქავარ, ვარ კი საერთოდ რავი ფარაგარეკეს მე დავჭი როგორც საყდრის ეზოში კრავი ჩეხვენებს დროის ველური ვარხა დღეს ფოკვებით თელავს ვერაფრენილა მისი თარეში დამთხალი უცითელა რაჩკარაც აქრა ცისკაბადონი რა უცებ მორჩალხინი მოახოლდება ამის აკალდამას კუდარი მზის ბალდახინი ეგი არა ვარ არსად არა ვარ რატომ არა ვარ რავი საყდრის ეზოში ხმელ ბალანს ციცკენი დონ კრა ქარბასი ჩუმეს ჩაულეცა დილით ფერდები შეიფრთხილეს შიტულებმა ხისკენ წეროდა მე მომეჩვენა თითქოს დაფთხა გუნდი წეროთა და გულში გამკრასინა ნუმა ვაჰმე ბერდები ლავერ ვირძები დედამიწა როგორ ტრიალებს ამასობაში მე რამდენად ისევ გათენდა და კერის ყვამლი ბავშვობაში ცემს რომ მადენდა არა უკვე სამერანი დასატიალე თვალებმა თითქოს შემღაღადეს სიზმრებს მიხმეტო მე კი ჯერ კიდევ ძილ ღვიძლის უმცეო თხოვევარ და სანამ ჩემში დაწყებულა ქსოვილთა რღვევა თხოვეთ ხელმიდე დამყარე ფიქრის მეგრეთო ჭრიალებს ჭაზეო წინარი ზმუის ნახირი ხურმაზე რომ ზის მოწყენილი ეზოს ყვავია ჩემი სიცოცხლე ხელში კვლავაც ცასუკავია და რასაც ახლა დაბლავხედავ ქვია ჯახელი თუ მომინდობთ შეგვიძლია ფიქრის საღადაც მაგრამ გაგვიდგა მხართეძოზე წოლა ძალიან ძილმა წაგვიღო სიფხიზლისთვის არაფცალია თითქოს წინაპრად დიდ პატარას ყავდა საღათა ჩვენ ხომ არა ვართ ნაშიერნი ხანთა აღათა არც სადმე მივალთ არც იწყება ჩვენთვის ალია კოცონზე ვამბობთ კოცონია ალზე ალია და მხოლოდ მემს გვეჩვენება ზოგჯერ ნახათა ჩვენ ხომ ამგვარი საქართველო არ გვინატრია კუშტი უკმეხი სავსე შურით ბოღმით შხამითა სადაც ძმან ძმობა აღარ იცის ხოლო დამდობა დავდგეთ იმდეროთ ყველამ ჩვენი დელა პატრია გავიდეთ ხმულში შევაშველოთ ხარი მამითაც და ერთურთისთვის გავიხადოთ წესად დამდობა ხდება ხოლმე როლის თასი კაც ხელიდან უვარდება და ქვეყანაც ისეთია ვით წალკოტი უვარდებო ახლაც მიგვირს რომ სახლიდან შენი ავლით გაվել კარო და არ ვიცი მარტოსული ვის და როგორ გავეკარო ძაღლი პატრონს ვეღარაცნობს აქ ისეთი გნიასია ხეს ფოთოლი ეზიზღება შურით უმზებს იას ია თოვს ათოვს აწვიმს დავით გარებს ილოსა და ახალ ათოვს ჩვენ კი მოზღვრავს ტრიბუნიდან ვიღაც იჟის სახალათო როგორ ვარ დროში ხოლმე? ვასაათია? კიდევ ცოტა საუკეთებ და მოვჭედით. მე მაქვს ერთი ასეთი წიგნი, რომელსაც დავარქვი მემენტო მორიელი. მემენტო მორი ყველა ვიცით და მემენტო მორი. ეს არის ორი და ერთსტრიქონიანი ასე ვთქვათ, არც ვიცი ჟანრი ზუსტად, ლექსები, სტატურები, აფორიზმები, მილიმები, ფორმასები. და ასეთი სარაკი წაიგიქოთ.
თავით ტანფეხით თან გახლავს და მაინც ღარიბად რომ იხსენები რუსთაველი ქსულს გააწყო. კუნძულ კრეტაზე კრეტინები კრატერში შეხედან, ასე დასრულდა რამდენად ზევსთან გამართი. სულთა ფრანგული დახვეწილი კანიბალიზმი ნაპოლეონს რომ დააყოლებს ჩაკამიუს. სირანა ბებო სირანოზე გიждდება დღემდე და ამ სიგიჟეს უგალობენ სირინოზები. შემოსავალზე ოცნებობდა მთელი ცხოვრება, დღეს ჩიხში შესულს აღარ აქვს გამოსავალი. უდროება ყვახტასთავზე, აქ რა ხანია არ შეუნიშნავთ წასმული მხედრის აჭრილი. ჭალარა მე რომ პატივცემდი დაგწვენიათ და ათი არც ვიცი წფელად რომ თქვა რას ვცემდები. ყველაზე დიდი ქიმერული დაპირება მე დაუბრუნდები კიდევ ვენახე არ შეუძლია. ისე ვარ თითქოს გასაღები დავგარგე სადღაც შინკი ჩართული დამჭა უნკა შუქი. უბნის რწმუნებულს დაეკარგა სამართლის რწმენა, ამიტომ თავი ათეისტად გამოაცხადა. აკაკუნებდა არ გაუღეს და ახლა ნანობს, სადღაც აკითხულს გლუფველოდ რომ დაუჯერა. ორ სოფელში აქვს აგარაკი დათავს შვენიურად და ცხონებულად გრძნობს ორთავ სოფელსაში. ამომრჩეველო, არასწორად მიცემული ხმის საზარი ეკო 5 წელი არ მოგასუნებს. ცხენები უკვე ახანია არ ჭიხვინებენ, ყველა ხვიხვინზე გადავიდა ჩვენი შამპური. უნდა იყვინოს, რადგან ხმა უღის მისცა, ხმას ვეღარ იღებს, ან ვიღებს მას რაც ელოდეს. საპანთეონეს სხეულები გაიშლიათ და თქვა მესაფლავენ და აჟანგვი გარს მიაჩერდა. ადრე ტოვებდნენ წუთისოფლის ვალმოხდილები, ეს კი ვაცილებ სწორედ ვალით სულამოხდილებს. წამოასვენეს მარმარილოს ზღვაში დამხჭვალი და სამარეზე აღომართეს გრანიტის ძეგლი. საჯარო პირმა ჯარის სარჩოჩუმად შეჭამა, საჯულს კი პირში ეუბნება პირწმინდა ტყუილს. ზეც ვერ ახერხებს ერთდროულად მთელი სამყარო რომ გაანათოს და გვარებსთან ეძებს ალიანს. პარადოქსია, მაგრამ საპნის ხალხის დირექტორს ბავშვობიდანვე ხელის ჭუჭრი უყვარდა ძლიერ. გოგონას მკერდზე აუფეთდა ატმის ფაველი და ბიჭმა პირველ ნახმარებად კოცნა ჩათვალა. პასია ჩიტი დამჯდარა და თავისთვის გალობს, ასულ ცალფთაზე არ კიდია უსმენთუა. და იმელს აიგითხავთ ასეთ ერსტრიქონიანებს. ხურძნობა მინდა გაჭყალეტილსაც რომ ფასი მქონდეს. ექიმის მოც შენ თავი მომიგდებ. ვართ ერთ ამბავში, მეტ ამბავში ვერ ვიქაჩებდი. კარეთის ცხენებს ხელმწიფური ჭიხვინი შვერით. ერთ უჯრედიანს უჯრა ფულით აქვს გატენილი. გამოიბრუჟა ცოლის ძმებთან სოლიკაური. არის პოეტი ურდუსა და რაზაზე წერდა. საიქიოში ჯოჯოხეთის მაშხალებს იდის. და ეს მაქსიმა მე მომწონს გერადად. მუმია ყველა ფარაონის
მაქსიმუმი. უბელო ცხენით გავასწარი უბელო დათვებს. არმის საუნას მერჩევნია არმის სავანე. ბოლო სართულზე გრძნობ რამდენი კიკლია ცალკე. ხურმოჭრილ მონას ალილი აქვს ვერ გავიგო. ასო შეცვლი და აქ კი არა იქაფარი. ჩვენთან კაკალებს ყველს კი უკვე ვეღარ გესვერსა. ქაღალდის ლომებს ეშინიათ კოცონთან მისვლის. ქონდრის კაცები გულმოდგინედ ბარავენ ბოსტანს. რაც სარიელი თავები აქვთ ცოდით სავსეებს. ჩემს მესაფრავს რომ ვიცნობდე კეთს მოუხრიდ. მონის უღელიც მონის მიერ არის გათვლილი. ხავში რომ მოხდა მაშინ მიხვდა ის ხელშიც მოხდა. სულით ობოლი მიეკედლა სისხლით ნათესავს. დანტის თმა კბილი ამოუღო შექსპირის მცოდნეს. ხელყურის ექიმს თვალში აგდა თვალისას ხურში. რკინიგზელები უჩივიან მოასფალტობას. პატრონს მიყავდა გალეშილი ტელეწამყვანი. ფოტომოდელმა განაცხადა ციფრული ვარო. ვარდობის თვეში მიხაკები მიართვა სატროს. ფეხბურთის მსაჯმა გულისწორი ტვენით მოხიბლა. ჩემი თამალი დიდუ როგორ გამოკლიავდა. ის კაკანში გამწვეტლად ფუძდებდა ბან. ხოლო ბუდისტებს არაოცებს შიშველი მეფე. შტატიდან მოხსნეს და შტატებში წასვლას აპირებს. ეპისკოპოსი კარდინალურ ცვლილებებს ითხოვს. გონია ციკლობს ცალითვალი ჩემკენ უჭერავს. სადგურის საათს ციფერბლადზე ცრემლი უწევს. შენ რა გაცეკვავს? მან ხომ მხოლოდ თავი დაგიკრა. ქურდმა მამობა შესთავაზე ობოლ მარგალიტს. გასავლით გრიმის ხელოვნებას. ძმები გრიმები. დღეს გიჟი ქალაქს აღარ მიდის. ქალაქი ცხოვრობს. მე აზღუდის წინ ვით შეპესე ვარ შეზღუდული. არის მეზობელს კარფანჯრების ბიზნესი ქონდა. არწივის მართვემ გულს გადასცა მართვის მოწმობა. კუნძზე ზის გიგო და კითხულობს ვერხის თხაოსანს. ნახევარ შტატზე აიყვანეს ნახევარ მცველი. ღია წერილში შეფარული აზრები იდო. ზეცამ ქულებით ჩაიწერა თოვლის ქულებით. მეწაღენ სახლი აიშენა ახათას მთაზე. ჰოლდინგი არჩევს თანამშრომლებს დინგის მიხედვით. ათი ფეხურით ნაწერს იხვი ვერ კითხულობ. კარის კაცები პანჯრებიდან ქურდავენ მეფეს. მე წყალს დავასხამ, ტრის წისქვილზეც ტვიგი იწვის. ფლანგების პური მთავარსარდალს შემოეკვდა. დაღლილი ჩიტი მთებს კი არა ცასუჩიოდ. თხე დაწვა თურმე მალვინს თვალში ნაცარს ვაღრებ. ცხვილს ყოფს იქ, სადაც ადრე ფეხი არ ჩაუვიდა.
ამ სირაქლემას აქლემების სულელად თვლიან. ხამე გავდახედაში დილა აღმოვაჩი. გურმანი მუდამ თავს არიდებს პირდაპირ ეთერს. ცხელი საგზურით გაემგზავრა ცილკოვანში. ხალარ ობობად მუშაობდა სავაჭრო ქსელში. დასულ ბოლოს მეთესლეობის ინსტიტუტში თესლად მოეწყო. ისე უკრაინულადაც წავიდიხოთ, თუნდაც ტერენტიგრამელის ერთი. კარგი აზრია, ალბათ. როგორ ჟღერს უკრაინულად თქვენი თარგმანი? მაგრამ სოღოლები სიტყვით გავოსვლისა. ჩანა შემოსული. შემიძლიათ მოგზაურობა, შოუი საბერო კონკრეტულად გულავასახელებს. არა, ნუ არ არის აუცილებელი, ამ ცოტას სულ მოიქონდა წავიდიხო უკრაინას კარგი ის არის. მოგზაურობ, კალბატონო მოგზაურობ.